ქალებო. Ყველი ადგილი ნამდვილად რინგზეა. Ცუდად. ზობია რომ ასწავლის თარიღო და წაიყვანო სოჩია. ესეთია სპორტი. ეხა აქტუალურად იქნება. საოლძმაო. გოგოებს ყვავილი ხო არ უყიდო. Alpha Green Hub-ში მოვედით და რა ხდება აქ? დღეს არის 8 მარტი და გოგოების ჭხუბი არის, მაგრამ სანამ გოგოები ჭხუბებენ, ჩემს უკან ერთი ამბავი ხდება, მოკლედ ბიჭების ბრძოლა არის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც ჭხუბი და ბრძოლა გიყვართ, მობრძანდეთ აქ და იჭხუბოთ, წამოიყვანოთ ვინც გინდა, მოკლედ მთელი ეს რინგი თქვენს განკარგულებაშია და ნელ-ნელა კიდევ ბევრ რაღაცას მოგიყვებით. ვინ ხარ? მე მქვია მონიკა სულხანიშვილი, ზოგადად ბავშვობიდან სპორტით ვარ დაკავებული, მაგრამ MMA-ში ახლა ვცდილობ რომ რაღაც ჩემი წვლილი და ნაბიჯები შევიტანო და ვნახოთ ეს არის ჩემი პირველი ბრძოლა და ვნახოთ რა, არ ვიცი ესე წინასწარ რა შედეგები იქნება, მაგას ვერ ვარაუდობ, მაგრამ სავარაუდოდ მხნედ შევალ რა. მაინც რას ფიქრობ? რამდენი რაუნდი დაგჭირდება დასამარცხებლად? რაუნდი ჩემი აზრით საკმარისი იქნება. ყველაფრისთვის კი. წარმატებები. ძალიან არ გამიმეტო, ოღონდ შენგენაც ვარ. აი. წარმატებები. აბა თქვენ იცით, ორივეს კენ ვარ, არ ვიცი რა ვქნა. ორივეს გბალეშიკობთ. ესეც ჩვენი მეორე მებრძოლი გოგონა და მეორე ბრილიანტი ამ 8 მარტს. ვინ ხარ? აბა გავგვეცანე სახელი გვარი და საიდან მოხვდი აქ? გამარჯობა, მე ვარ სალომე ზანგალაძე, კლუბ ჯიქს წარმოვადგენ. ეს სპორტი სულ 1 წელი არ არის რაც აღმოვაჩინე და ძალიან შეყვარებული ვარ, დღეს ჩემი დებიუტია. და ძალიან შემართებით ვარ. ნახოთ, როგორ ჩაივლის ყველაფერი. რამდენ რაუნდს აძლევს საკუთარ თავს მოსაგებად? ყველას. მოსაგებად, მოსაგებად, ვნახოთ როგორ წაგვივა ჭხუბი მაგის მიხედვით. მანამდე რა სპორტით იყავი, რა მიმდინარეობით იყავით დაკავებული? ფრენბურთელი ვიყავი, პლუს მაგას ფიტნესით ვარჯიშობდი. მთელი ცხოვრება სპორტით ცხოვრობდა. ეს უკვე რაღაც ახალია ჩემთვის. პირდაპირ MMA-ში ფრენბურთიდან? იდეაში მართლა MMA-ს ვარჯიშობ, მას კრივიც ახლა ახალი გამოწვევაა ჩემთვის, იმიტომ რომ ცალკე კრივზე ესე არ ვარჯიშობ და ვნახოთ როგორ წამოვა ყველაფერი. წარმატება მაშინ და დანარჩენს უკვე ბრძოლის შემდეგ გაგესაუბრები. მადლობა. ასევე. აი, ყველაფერი. კიდე რა არის საინტერესო, როგორ მოხდეთ აქ რა? ნებისმიერ მსურველს, ვისაც გინდათ ჭხუბი რა და ამ ძალის და ენერგიის დახარჯვა, მობრძანდებით Alpha Green Hub-ში და ჩაეწერებით. და შეხვალთ რინგზე და მოკლედ იქ თქვენს ნებაზეა ყველაფერი, რაც გინდათ ისაკეთეთ, არავინ არ არის გამშველებელი. ცუდად. არ არიან ნორმალურები ესე. აუ რას ჭხუბობენ ძმაო? აუ რა კაი ბრძოლაა, ნახეთ შენ. ესეთია სპორტი. ზობია რომ ასწავლის თარიღო და წაიყვანო სოჩია. საოლძმაო. ორესი გიჟი. სპორტიც მსხვერპლს მოითხოვს. გოგოებს ყვავილი ხო არ უყიდო? 8 მარტია თა. ორი ყვავილი გჭირდება. ორი გოგონასთვის, ორი მებრძოლი გოგონასთვის. და თან მათი დებიუტია და ძალიან რაღაცნაირია რა, ჩვენ ვართ პირველები, ვინც გავაშუქებთ ამათ გადასვლას პირველად MMA-ში. ნახოთ აბა რა სიზამე. გამარჯობა. ორი ვარდი მინდა.
დღეს ალბათ ყველა ბიჭმა იყიდა ყვავილი და მე ვიყიდულობ ერთი გოგო. ავარჩიო ხო შეიძლება? კარი დავარი. ეს ერთი. ეს ორი ჩვენი გოგოებისთვის. გადავიდე. ვოუ! აი, მადლობა დიდი. 8 მარტოს არც ერთი თეთრი არ გადამიხდია მაჩუქეს. და ეხლა მეც ვაჩუქებ ჩვენს გოგონებს, წავედი. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე. ძალიან კაია. საყვარელი ვინმე იყო ძალიან. Alpha Green Hub-ი, ესე ქვია ამ ადგილს და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადგილია მართლა მთელ თბილისში რა. სხვანაირი სიველური და სხვანაირი რეალური ამბავი ხდება აქ რა. აი რაღაცნაირად სხვანაირია უფრო. რომ მოხვალთ, მე დარწმუნდებით ამ ყველაფერში. გამოვიყარეთ. ნამდვილი 8 მარტი იწყება ახლა გოგოების ბრძოლის დროა და ნახოთ აბა რა მოხდება. ნამდვილი ცეცხლი დაინცება ახლა. შევიდე შეიძლება? რვა მარტს გილოცავთ ქალებო. თქვენი ადგილი ნამდვილად რინგზეა. დღევანდელი შენი სადებიუტო ვარდია ეგ. აბა დროებით, წარმატებები. დავარტყა. ძალიან დიდი ადრენალინია პირველ რიგში. პირველი კითხვა რომ დამისვით რამდენ რაუნდში მორჩებია, როგორც ჩანს ორ რაუნდი მეყა. რაუნდი ნახე არ მეყა. რავი, ძალიან დიდი ემოცია არის. პირველი რინგის შიშიდაც თავარია გადალახე უკვე და მაინც ეს ღელვა იყო და პირველი გამოსვლა მაინც ძალიან ისეთია საპასუხისმგებლო და აწი მელოდეთ სხვა რინგებზე. სად გელოდოთ, რომელ მხარეს გელოდოთ უფრო? სადაც რომ იქნება. ფრენბურთიდან რინგზე როგორი ამბავია იქ მანდ გადასვლა? ფრენბურთის თავის დანებება უფრო გაზრდის მიზეზებიდან გამომდინარე ცოტა თავი დავანებე ესე გამოვიდა და რაღაც ახალს ვეძებდი, იმიტომ რომ სპორტის გარშე ცხოვრება არ შემილია ზოგადად და ესე შემთხვევით მოხდი ამ დარბაზში და მე აქაურება მე მიღო როგორც ოჯახი და რა ვიცი ხა ფაქტობრივად იქ ცხოვრობ და ნუ ესე აღმოჩნდი ამ სპორტშიც რა. ძალიან მაგარია, გილოცავ და ქალების სპორტში გამოიწერეთ და თქვენზე უყვები სულ ყველგან და ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ყველაფერს აქცევთ ყურადღებას ქალების არაქალურ ესე რომ ვთქვათ ბრწყალებში საქმიანობას თვალს ადევნებთ და მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის. თქვენ ხარ ძალიან მაგრები და მეც თქვენთან ერთად ვარ სულ. აბა შევხვდებით სხვა რინგზე. ესეც ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე. ძალიან მაგრები არიან გოგოები, კიდევ ერთხელ ვიტყვი. აი უმაგრესები ძალიან დიდ შრომას დებენ ამ ყველაფერში და უნდა ვიცნობდეთ და უნდა გულს შემატკივრობდეთ. ამას ვიტყვი სულ და ყოველთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გამოვყევით ყველა ნაბიჯზე. ძალიან მაგარ და საინტერესო გოგოებს გაგაცნობთ.